ზაფხულში გადამიღია საკმაოდ კარგი ვიდეო. ვიყავი ქაშაპზე სათევზაოდ ტბაზე. გადავიღე საკმაოდ კარგი კადრები, როგორ იკვებება მაგალითად ქაშაპი მწერებით. გაუკეთოს შეტევა. აგე? კიდე. აი ეს ბუზი, ნახე რა შვება. ხან ხეზე აძრობა მომიწია და იქიდან თევზაობა. და მე მგონი რაღაც ვთვლი რომ ნორმალური გამოვიდა. დაჭდა. კაი ტალღა გააკეთა. რაღაც დორეთ მოყვება. მე მგონი ნატკენი აქვს ისე. კარგია, კარგი. ცოტა მტკივნეულად აქვს მგონი გამოდებული. ეს ეხა არაფერი არ არის. საჩქარო უბრალოდ ისეა. ეგ გვიან ვისწავლე მე. ой. აი, როდესაც იქითკენ მიდის, ჯოხით შესაბამისად ეს საპირისპირო მიმართულებით აი, გაძვრა. არა, უშავს ესეც ხდება. ამას მოვიყვან. უყურეთ ეხა. აი, აქ გაძვრა სადღაც წავიდა და იქით. სახეზე ხო დაიმახსოვრეთ. ახლა მოვიყვან. აი, ფოთლებში ჩავაგდე. მაინც საკვები მაინც მაგ ადგილას ცვივა. ჩემი აზრით. მან შეიძლება პოპერის, აი ზედაპირზე რაც დადის რა, მაგის გატარებაც კარგი. აი კარგია, მოდი ფრიქციონი. და ნაუგად. არა მაგარი ვობლერია. ცოტა მძიმედ მოყვება, იქნება 1-400-იანი. არ შეხვიდე მან და აი მაგით არ მეყურს აქაურობა. აი 60 ლარიანი ვობლერი რო დაუკარგო. თავსაც დაუკარგო. კაი, მე ხა ვაცდი, იქნება თავისით გავიდეს. ეხა შეიძლება ძუა გადაიქეკო სამდენ. აი გავიდა. კარგი ხარ, მიყვარ ხარ. აი მე აი ეს არის ცხოვრება რა, შენ შემოგევა. ახე რა. აი ამ პროცესზე კარგი არ არსებობს არაფერი. ნუ ლოქოს არ მეხებია. ჭეშმარიტებასთან ცოტა შორს არის ყველაფერი. მოდი ცოტა გავუშვათ კიდე აბა. ცოტა შემაშინოს. ეს აი ამ მოქმედებას არავინ არ აკეთებს ხოლმე და ცოტა მიკვირს ხოლმე რატო. მაინც ამოყვანა და ტაფაზე დაგდება ხო. გაერთობი. ნახე რა ლამაზად დაცურავს. რაც ლოქოს ჭერაზე გადავედი, საერთოდ არ მქონა ვიდეო მეხსიერებაში მეკარგებოდა, იმ ხელ ადრენალინს მაძლევდა, რომ როგორ მომყავდა ლოქო, საერთოდ არ ვიცოდი რა. და მაგის მერე აი ვიდეოებიდან უფრო ჩანდა და მაგის მერე ვისწავლე სუნთქვა და მაგ მომენტით სიამოვნების მიღება რა. აღარ ვიძაბები რაღაცა ისე სხვანაირად. მარტივად სუბუქად უდგები რა. გამექცევა. კიდე დავიჭერ. პრობლემა არ არის. კაი, მოდი ახლა ამოვიყვანოთ. ამას ესე რომ ამოვიყვანო, ახლა გადავკეტო ეს ფრიქციონი და ეს დავაწვე, წვეტი ნახეთ როგორი ღუნება, ან გაწყდება, ან წვეტს მოტეხავთ, ან რაღაცა. ამიტომ ფრიქციონს ცოტა ესე მიუშვებ. აი ამ ძუას ახლა ხელს მოვკიდებ. ჯოხს მართალია ძვირიანი ჯოხი არ არის. მაგრამ მაინც მისი მშვიდად დავდებ. აი წნარად ეს. მაინც ამას რო გამოვიდო. ესე ამოვიყვან. აბა. შევპირდი და შეუსრულე. შეიძლება გაგიკვირდეთ რატო თევზობ მაგ ადგილებში, მაგასაც ვიტყვიბარემ. ერთი რო დრო არ მაქვს რო სხვა ადგილას წავიდე, მან მქონა უფრო სწორად, მეორე მიყვარს ეგეთი რაღაცეები. ყელში არის უკვე ამოსული ეს ალგეძე ღუზის ჩაგდება და ქორჭილის ჭერა არის.
ხელში მართალია ბოლოს რო წავედი ცოტა ცუდი ჭერა იყო, მაგრამ ზოგადად არ მეყვარს რა ეგრე ყველაფერი ლანგარზე მორთმეული. და ეგრე არის ხოლმე რა ძალიან მიყვარს ისეთ ადგილებში სადაც ნაკლები ხალხი არის, ანუ რთული უნდა იყოს მათ თევზაობა რა ხა დამწყები მაგ ადგილებში კარგად ვერ გააძრენს იყო ადგილები სადაც ასე ტოტში ხეში მომიწია შესვლა ზოგადად რაც არ უნდა იდეალურად გააკეთო ყველაფერი ხან ბუჩქების ზემოდან მიწევდა სატყვარის გადაგდება თევზის სიტყვაზე თევზი დაждდება იმის ამოყვანაც ძალიან პრობლემური იყო ხოლმე მაგრამ აი რაღაცა ეგ სტრესი და რთული რაღაცები უფრო მომწონს მე პირადად ეხა თორე იქ რო არ ხოლმე მე ჯაჯღანებ ხოლმე ჩემ თავს ეწუწუნებ ხოლმე აუ ეგრევე დაიჭირა მაგარი კადრი იყო. აი ეს იყო. აი ხა ის კაი. ვაიმე. ჩუპაპი. აი ამ ეკელები და ულე გამიხისკო. აქ უკვე საჭიროა მაგრატელი. გამოვაძრობ. ჩუ. ინახე წამყვანი ქირურგი ვარ რა. ესე უპრობლემოდ. ამოღება ხო ხელოვნება. დღეს რაღაც უცნაურ ადგილებში თევზობის დღე, ამიტომ აი ამას შემოგთავაზებთ. სასიკვდილო ნომერს შემოგთავაზებთ. აიცა. ახში. ვინ თქვა რომ მე აქ ვერ დავიჭერ თევზს ეს ხომ აბსურდია აბა მოდი ჩემთან პატარაო კაი ჩუ შემოგევლოთ ჩემი ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი და ხშირად დამიჭერია ძალიან აი აქედან გზიდან ვერა და ეხლა შემოგთავაზებთ მასტერ-კლასს როგორ ხდება ეს ყველაფერი აქვე ავიღებთ ამას. მიდივართ ესე. რამ ხელა დადის ახლა უყურეთ. არა. დავიჭირე. ეს არის ჩემთვის მარტივი ოპერაცია რა. აი პროსტა მე რო ცუდი გულის კაცი ვიყო თევზს არ დავტოვებდი. ეს ხუმრობით ესეც გავუშვათ. ამას აქვე ჩავაგდეთ რომ არ ეხმაუროს. ნაპირთან მისვლა რა ვაშკაცის საქმე. ვაიმე! ბიჭო, რა ახლოს აი, მაგიტო არ მივდივარ ხოლმე ნაპირთან თავიდან. აი ეს მოუთელავ ხოლმე რა. კარგი იყო მომეწონა. აუ, სად დაჯდა პროსტა. გასალახი არა. ვიდეოში ნახავდით რომ რაღაცა შორ დისტანციებზე არასდროს არ გავდიოდი. ეგ უფრო იშვიათობა, შორს უფრო დიდი იდგა, მაგრამ უფრო იშვიათობა იყო რა. არც დრო მქონა, არც ხალისი. დიდებს მე სხვა დროს დავიჭერ, ვერ გამექცევიან. დიდებს ვიჭერდი კიდევაც ოღონდ დიდად არ გადამიღია რა. ამ გადავიღე, მაგრამ მე დავამონტაჟებ რა სიტყვით რა. და მომწონდა იქ კლაპონით თევზაობა რა რო უყურებდი ავაგდებდი სიმაღლეზე 10-15 მეტრაზე რაღაცა აჩქარებას რო აიღებდა ეს ვობლერი
ისეთი საინტერესო ხმას გამოცემდა ხოლმე, რომ 3 მეტრაზე თევზს შემოიკრია, 3 მეტრაზე თევზი თუ იყო, მაგრამ 4 მეტრაზე ეგრევე ამ სატყვარს არ მოდიოდნენ ხოლმე, უყურებდნენ, ზოგი როგორ ინტერესდებოდა ამებს ყველაფერს უყურებს, სწავლობ რა, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, მაგრამ რა ამ ჩაგდებულ სატყვარაზე თევზი როგორ გატარებულს მოყვებოდა და რა მომენტებში არ მოწონდა. ჭოპორტის ტბებზე ძალიან კარგი შედეგი იყო, უბრალოდ ერთი რომ ბევრი ბადე იყო გაჭიმული, ბევრი ხალხი იყო, ძალიან დამღალეს და მოკლედ რა, მაგიტო ვიცვლით ეგრე ჩქარჩქა აქეთ-იქით ლოკაციებს, მაგიტო დავბრუნდი აქეთ-იქით. აი, აბა, ცოტა გაიჭყლაპანს გავაკეთებინებ. უცებ დავჭიმავ რომ ეგრევე ამოვარტყა. აი, არ ვიცი ჩანს თუ არა რომ დავარ და მივიდა ეგრე. მოძდევს დაარტყა. არა, მან და შეიტანა. აი. აი ხარა უქნა, უკვე არ ვიცი. ნუ საიდან გამოვიღე ეს თევზი თუ მჯეროდეს. ეგული დამწყდა. ეხლა რომ ეს კადრი ვერ განახეთ, ჰაერში დაიჭირა. ნაპირთან არც ჩავსულა, უბრალოდ ვისროლ. მოკლედ აი პირველი გატარებები ძალიან კარგი რამეა. მოდი ამასაც გავუშვებ. მოდი ცოტა როგორ გავუშვა. აუ, ახლა მქონდა. ეს რა თევზი. რა უნდა? აი, თავის ხელა რა ფაქტიურად. ბარე მამასაც სამოვიყონა. აი კით ბუზი როგორ კარგად დადის წყალზე, შეიძლება უცებ გაუკეთოს შეტევა. აგე? მართლა გაუკეთო. კაია, ხო ჩართული იყო კიდე. აი ეს ბუზი, ნახე რა შვება. აი და აბა მოდი ესეც ჭამე. შეგიჟო ბიჭო. აჰა, კიდე ერთი საჭმელია. კაია. მოძდევს. ეგ არის. აი ამიტომ მიყვარს სიმაღლიდან თევზაობა რომ ხედავ. ბევრ დეტალს და მარტივად სწავლობ მე გატარებასაც და როდის თევზი მოძდევს, როდის რა მოძდევს და ასე შემდეგ. მოძდევს დაარტყა. აი მაინც ნაპირში არა მან და შეიტანო შენი ჭირიმე. წადი თუ გინდა გაგძვრეს. ეს უენონემს კავია და ხშირად ძრება ხოლმე. ბუჩქზე დავაგდებ რომ უხმოდ ჩავიდეს. თორე ძალიან ფრთხილი თევზია. აი მაინც უფრო რახან აცივდა. აი ბუჩქი ეხა არ ვიცი გოგროში რამდენად ჩანს აი ბუჩქებიდან დაახლოებით 20 სანტიმეტრში რო ვატარებ, აი იქიდან აქ გამოსვლა. მოძდევს და აი ხელში დაახლოებით ნაპირიდან 2-3 მეტრაში იღებს. გაწვიმდა, უნდა წავსულიყავი სახში და გავჭედე აი ჩემი ოქროსავით სატყუარა ხეში. რაც მე ზიზღება თან წვიმს თან ქარი არის თან აი ეს ტოტი მაქვს აი ამდანით მოსაჭრელი ჩემი ყველაზე საყვარელი სატყუარა არის გაჭედილი ზედ თან სახში მეჩქარება უკვე უნდა წავსულიყავი საქმეები მაქვს თან ტელეფონი დავდერო რო ჩავარდე არ ჩავიყოლო ეს ტელეფონი არ დავასველო ანკესი იქით მაქვს აქ ჩემი საყვარელი სატყუარა და თან ტელეფონი მირეკავს, არ ვიცი ვის რა ჭირდება, თან ამითი უნდა მოვჭრა, არ ვიცი რანაირად გაუძლებს ეს დანა თან ჩემი საყვარელი დანა, თან ისიც არ მინდა დავყარო. არ ვიცი თუ ჩანს რამხელა ჭრდილია ჩემ დაბლა. აი ფოთოლის მარჯვნივ. აი ერთი 3 კილოიანი ქაშაპი უეჭველია. აი რამეს ჩავაგდებ დაბა თუ კარგი აგე თუ გაუკეთა შეტევა. აი
თავზე დავაგდე. ნახე. უშენ შემოგეულე. მოჭერი.